დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. ამ დროიდან შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557-58-55. მე ილია ჩაჩიბაია ვარ და დღეს ამ გადაცემას ვუძღვები. ტელერადიო კომპანია ობიექტივს ამ დრომდე შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია. ჩვენ სწორედ ამ წუთებში სარეზერვო საშუალებებით ვახერხებთ მაუწყებლობის შენარჩუნებას. ამიტომ წინასწარ გაფრთხილებთ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს ეთერის შესაძლო გათიშვასთან დაკავშირებით, რაც სწორედ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო იქნება გამოწვეული, თუ კი ეს მოხდება და დროულად არ აღუდგება ტელევიზიას და რადიო კომპანიას ვიმეორებ ელექტროენერგიის მიწოდება. ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, ხშირად ითიშება ეს ელექტროენერგია, ხშირად წყალმომარაგება, ბუნებრივი აირიც კი ზოგ შემთხვევაში ავარიული სახლები ინგრევა და ძალიან ძიმეა ამ მდგომარეობაში ცხოვრება, განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის პირობებში, ნებისმიერი მოქალაქისთვის დარწმუნებული ვარ. სწორედ ამ თემებსაც შევეხებით დღეს გადაცემაში. გუშინ ტრაგიკული ფაქტი მოხდა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ძალიან ძიმეა ამ თემაზე საუბარი, რასაც ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე. ერთი კი დაშავდა. პირველ რიგში რა ინტერვიუები ჩაწერეს ადგილზე მისულმა ჟურნალისტებმა, რამდენიმე ფრაგმენტი მინდა მოგასმენინოთ, შემდეგ კი მივიღებთ თქვენს ზარებს და ერთად ვისაუბრებთ გამოსავალზე. ავარიულ სახლებთან დაკავშირებული პრობლემიდან რა გამოსავალი უნდა მოძებნოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ, როდესაც ადამიანების სიცოცხლე ამ წუთებშიც ახლაც საფრთხეშია. მათი სიცოცხლე იმ ოჯახების, რომლებიც ასეთ სახლებში ცხოვრობენ. ვნახოთ ეს ვიდეო. Par ერთი 10 წელია მინიმუმ მე პირადად მაგ 10 ჯერ დანარეკი მერიაში. აი ჩემ Facebook-ში რომ ნახო, აი ძალიან ბევრჯერ მაგ დადებული. იქ ბებოსთან ყიდულობდი აჯიკასთან რაღაცებს და სულ აფრთხილებდი, რომ აქ რანაირად არა მიყურადღება არ მეაქცია რა, ანუ იმხელა რაღაცა იყო გადმოწეული, რაც ლოგიკურია, საფრთხეს ქმნიდა, პატარა კენჭებით შევდო. არ ჯეროდა, ანუ ამ ადამიანებს არ ჯერათ რა, სანამ რაღაც არ დაეცემა თავში და სანამ უბედურება არ დატრიალდება, ყურადღებას არავინ არ აქცევს და რავი, ანუ თვითონ აი როგორ დადიოდნენ, იქ მე არ ვიცი რა. როგორც ჩანს, გარედან ჩამოვა. არაფერი არ ჩადარებია. არა, იქ გადმოწეული იყო, ანუ აქედან არ დავდიოდი სპეციალურად, აქედან უყურებდი, რომ აი მე და ჩემი მეუღლე ვიყავით იმ დღეს და ის იმასაც ვუთხარ, რომ იქ არ გაიარო, მეთქი არ გადმოვარდეს, რა, ანუ იმდენად მათელი იყო რა და არ ვიცი, რანაირად არ უნდა მიაქციო მაგას ყურადღება, მე ვერ ვხვდები იქ რომ მუშაობდა ის ბებო, სულ მაგას ვეუბნებოდი, მეთქი რანაირად ხარ აქ რა. ეგრე 10 წელია ვარ. ძალიან დიდი რყევა იყო დღეს. ძალიან დიდი, ძალიან სწრაფად მიდის ინგრევა და იყო დიდი რყევა და იმ რყევის ბიძგები და ირგვლივ რო არა, ეს შენობა არც ერთი არ არის, ახალი ეგ მერიამ კერა ნებისმიერ აკამლელმა იცის რა შენობები არის და კოსმეტიკურად დაფარული რა ის არის აქ შენობის შიგნით. ინფორმირებული უნდა ყოფილიყო წესით, რას ანგრევენ და როგორ ანგრევენ, ყველამ უნდა იცოდეს ეს. მერიაში რო ხდები და რო დაიწყებ მუშაობას, ნებისმიერის საქართველოში შენობა ყველაფერი უნდა დაზეპირებული იქონოს, რომელი შენობა რა მდგომარეობაშია. ამ ახალ კორპუსებს რო აშენებენ და ფულებს ჯვეში იდებენ, ჯობია ძველ კორპუსებს მიაქციონ ყურადღება და ხალხი როგორც გვერდში ამოიყენონ გვერდში. არჩევნების დროს ხო იციან ხმების მოცემა და დამეხმარდა მეც დაგეხმარები. ყველა ბევრი ლაპარაკობს ამნაირ რაღაცას. თუ გინდა ნებისმიერი საქართველოში რამდენი კორპუსიც არის, ყველა ავარიულია. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ ბიძგები იყო, ბორჯომის ვაგზალს ანგრევენ, იმ ბიძგებმა იმოქმედეს მთელი დღის განმავლობაში ისე მეგონა რომ მიწისძვრა იყო. და მიწისძვრა თუ იყო ბიძია, იმას იმოქმედა იმ ავარიულ მდგომარეობაში კორპუსი და დაინგრა. всё. და იგივე კორპუსი ბევრი არის საქართველოში და თბილისში. არ ჯეროდათ 10 ჯერ მაინც შევატყობინეთ მერიის სამსახურებსო, ადგილობრივი მოქალაქეები ამ უბნისა აცხადებენ და ხშირია სამწუხაროდ ასეთი დამოკიდებულება, როდესაც ადამიანი ითხოვს სამართლიანობას, ითხოვს დახმარებას და მის ამ თხოვნას უგულებელ ყოფენ, ბოლოს კი ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და მაშინ გამოცოცხლდება ხოლმე ყველა, როდესაც უბედურება ხდება. ჩვენს ეთერში ექსკლუზიურ კადრებს ხედავთ, როგორ ჩამოინგრა შენობის ნაწილი, ეს კადრებია, ეს სათვალთვალო ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, როგორც ჩანს მეტროს ჩასასვლელთან და იქიდან არის ეს ტრაგედია დაფიქსირებული.
მართლაც უმძიმესი რამ მოხდა გუშინ ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557-58-98. რაში ხედავთ გამოსავალს, ეს იქნება დღეს ჩვენი მთავარი შეკითხვა ავარიულ სახლებთან მიმართებაში, რაც პირდაპირ დაკავშირებულია დღეს ადამიანების სიცოცხლესთან. ყოველგვარი დრამატიზმისა და გაბუქების გარეშე ვამბობ ამას. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. ეხლა რო ჩამოყევით დენი ითიშება, გაზი ითიშება, ცხარი ისიც უნდა გეთქვათ, რომ ნაცებმა ეგ მიყიდეს რუსულ კომპანიებს და იმაში იქნებოდა ის, იმიტომ რუსების არის სამივე და რაც გულშინ მოხდა იმ კორპუსში რო ხალხი ცხოვრობს, ეს კაცი თუ ხედავდა, იმ მაცხოვრებლები ვერ ხედავდნენ კენჭები რო წვიოდა და უარს წუხედიც ამბობდნენ გამოსვლაზე იქიდან. იცით რატო? ჩემი ნათესავი ცხოვრობს მანდ და ერთი ქალია ციალა, რომელსაც აქ ის კომერციული ფართები გაქირავებული და ფული აღარ ეკნებოდა მეტი. რა ქნან ეხა მაგალითად მაცხოვრებელი რო ვარ და კენჭები თუ ცვივა და ვხედავ რა დღეში ვარ. არ კიდევ ვიტყვი რომ არ გამოვალ აქედან, რა გამართლება აქვს ვერ გავიგე. არა რა გამართლება აქვს ეგ ვერ გავიგე. მეორეც ესეთი რაც ნაცებმა გააკეთეს კორპუსი რო დაანგრიეს რო შეუვარდნენ სპეციალისტები უნდა შევარდნილიყვნენ მივიდნენ შესთავაზეს რომ გაგიყვანთ ქირით გადაგიხდით თანხას და მოგცემთ გარემონტებულ ბინას. ამდენი სპეკულაცია აღარ მოგწმინდათ კაცო. ერთხელ ხო შეიძლება რომ რეალურად თქვა ადამიანმა რომ იმდენის კისერზია ეს ხალხის ცოდვა, ვინც ხედავდა მეზობლები კენჭები რო იხრებოდა და მაინც უარს ამბობდნენ იქიდან გასვლაზე. ძალით ვერავინ ვერ გამოათხრებთ მაგეს იქიდან. თვითონ უნდა გქონდეთ იმხელა შეგნება რომ დაანგრევენ მაგ კორპუსს ახალს აუშენებენ, ქირით გაიყვანენ და აღარც მსხვერპლი იქნებოდა და არაფერი რო დათანხმებოდნენ. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. აღსანიშნავია, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ ინციდენტის შედეგად არ დაზარალებულან და არ დაღუპულან ამ კორპუსის მაცხოვრებლები, არც ერთი არ არის აქ მაცხოვრებელი დაღუპულთა შორის. ეს უბრალო ხალხი იყო, ადამიანი, ვინც ხორცის საყიდლად მივიდა ქვემოთ არსებულ მაღაზიაში ამ კორპუსის დაბლა, ის არის გარდაცვლილი და ერთ-ერთი მოვაჭრე. ხომ უნდა შემოეფარგლა მერიას ან სახელმწიფო უწყებებს თუ კი ქვები ცვიოდა და კენჭები ამ საშინელი სახლის ფასადიდან ტროტუარი ხომ უნდა შემოეფარგლათ, იქ უამრავი ადამიანი დადის. ამაზეა აქ საუბარი, რომ გულგრილია დამოკიდებულება სამწუხაროდ. ზარია ეთერში გისმენთ? ილია, გამარჯობა შვილო. გამარჯობა. მართლა არ მინდოდა ეხლა დარეკვა, მაგრამ ისეთი საკითხია უნდა გამერედა. ილია შვილო, მე ცხოვრობ ავარიულ შენობაში. ესე იგი 4 წელზე მეტია დადებულია მეოთხე კატეგორიის დასკვნა. ისე დაიბზარა, რომ მე მგონი მეხუთეც გახდა. ვერ ხვეწებით. ხო და ესე გვეუბნება ჩვენი სამგორის გამგეობა. ქირით გადიწოთ თუ არა და რამე რომ მოხდესო, ჩვენ პასუხს არ ვაგებთო. აი მის მინაშვილო, ჩვენ ამ კორპუსში ვართ ოჯახი. აქედან 6-ია გაფორმებული. 2 უნიფორმებს არ ვიცი რა ხდება. მე ხვდები პირდაპირ გადავუყვანეთ ასობით ოჯახი ხო არა ვართ. ქირით არ გავდივართ, მაგითო რომ უნდობლობა გვაქვს სწავლობასთან. ხო და არ გავდივართ, მაგითო რომ შეიძლება 1-5 თვე გადაგვიხადონ და მე მიგვატოვონ და აღარ გადაგვიხადონ. მე ხვდებით რომ გავუყვანონ პირდაპირ კორპუსებში. ვერ დავადგინეთ, ვერა რამე რომ მოხდეს მეშინი აი ეხლა უყურებ რა მოხდა. რა გავაკეთოთ? სამართალს ვერ ავყოვირობთ რა. ვერაფერში ვერსაც. ვერ ხვდებით. მეშინია ღამე არ ამძინა. დააგრეული შენობა უკან განსაკუთრებით აი რა ვიცი რა როგორ თვითონაც იცია ჩვენზე კაც. ვის არ შევხვდით გამგებელს იმას ამას ლიბატელიანს მანამდე ისიყო ხოლმე ინფრასტრუქტურის იმაში გადაიყვანეს მინისტრად რევან სოხაძე. არაფერი არ ხდება არაფერი.
მადლობა ქალბატონოს არისთვის, ძალიან ხშირია მსგავსი პრობლემა, რასაც თქვენ ახლა შეეხეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაგზლის მოედანზე ტრაგედიის პერიმეტრში პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტები იყო განთავსებული, რაზეც სახელმწიფო უწყებებს ლიცენზია ჰქონდათ გაცემული და ეს ობიექტები დარეგისტრირებული იყო როგორც იურიდიული პირები. რატომ მისცეს ავარიული სახლის პირველ სართულზე მაშინ მუშაობის უფლება ასეთ ობიექტებს? და სწორედ მაღაზიაში შესული, ხორცის საყიდლად შესული მამაკაცი დაიღუპა ამ უბედურების დროს. 10 ჯერ დავრეკეთო, მოქალაქე ამბობს მერიაში და დახმარება ვთხოვეთო, იმიტომ რომ ტროტუარზე რო გავდიოდით, ქვები ცვიოდაო და მე და ჩემი მეუღლე მაგალითად ამ გზას, ამ მარშრუტს არ ვირჩევდით იმისთვის, რომ გაგვევლო, მაგრამ ყველამ ხომ არ იცის ეს და ზოგიერთი მოხვდა იქ და გაიარა და ზოგი მაღაზიაში მივიდა და ზოგი გარემოვაჭრე ჩამოჩნდა. აქ გულგრილობასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ახლა მერიას ან სახელმწიფოს უნდა და ვინმეს გარდაცვალება ან ტრაგედია სურდა, არ უნდათ რა თქმა უნდა და არც დაუშვებდნენ ამას რომ წინასწარ ცოდნოდათ, მაგრამ წინასწარ გაიაზრებინათ, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქე ჩივის პრობლემის შესახებ წუხს და არავინ არ აქცევს ყურადღებას. მაგალითად, მე ვიხსენებ ობიექტივის ფონდის და ტელერადიო კომპანია ობიექტივის მიერ გაწეულ უზარმაზარ საინფორმაციო კამპანიას 1 წლის განმავლობაში 2019-დან 2020 წლამდე ჩვენ გადაცემათა მრავალი ციკლი მოვამზადეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. და კი, რაღაც შედეგები იქნა მიღწეული მთლიანობაში რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა ბინა, მაგრამ პრობლემა მასიურად არ დაიძრა და სახელმწიფომ ამასთან დაკავშირებით არაფერი გააკეთა. და დღეს გვაქვს იმედი რომ რამეს გააკეთებენ? დღეს გვაქვს იმედი რომ პრემიებს მოიკლებენ და ამ ფულით, რაც 9 მილიარდზე მეტია, 527 მილიონი ლარის ოდენობის პრემია დანამატი რომ აიღეს, ამას დაზოგავენ 1 წლის განმავლობაში და მაგალითად 20,000 ოჯახს რაც 60,000 ადამიანია ჯამში ერთ წელიწადში დააკმაყოფილებენ ბინით. ამის იმედი უნდა გქონდეს, მე არ მაქვს იმედი რომ პრემიას მოიკლებენ. არ მაქვს იმედი. პრემია ურჩევნიათ იმას რომ ადამიანები გადაარჩინონ, ვინც ამ წუთას, დღესაც, ახლაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელ პირობებში ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. ზარია ეთერში, გისმენთ. მოგესალმებით. გისმენთ. თქვენთან დარეკვა ძალიან მიწის რამდენჯერმე ვთადე ბინა ძველ გამიძარცვეს მანქანა ძველ გამიძარცვეს თვითონ ძველ გამიძარცვეს დამომიკლეს გაძარცვეს ასე სიდე მომიკლეს ყველაფერი ზოგი ძველი ამბავია ზოგი ახალი ამბავია მაგრამ ამას ჩემი მანქანა ვესაც უხიანის პოლიციაში აგდია და იდარჩება და უბედურდება. შეიძლება ნარკოტიკით ჩადენ იქა, ერთად მოქმედებენ პოლიცია და კრიმინალები და რა ვიცი ახლა ალბათონ ინას და მუხრან ბატონს ბევრჯერ ვესაუბრე და შედეგი არა სხვა ჟურნალისტებსაც, მილიციასაც. მილიციას კაცო ხელი არავინ არ უნდა დააწყოს და არ უნდა ესროლოს, მაგრამ არც მილიციამ არ უნდა დაგვაწყოს და არც თვითონ პოლიცია ამოგვიღო თვითონ საფულე და აქეთ რაღაცებს ნაბრალებს. კაციშვილმა არ მაგწია ყურადღება. მე ვთხოვე დახმარება. გვიადიდან მოყოლებული შევაძნადეს მისასაც ბიჭინასთან არავინ არ მიმიშვა უკან დამიბრუნდა საბუთები პარლამენტში და ეკა წერილებს ვზავნი, მაგრამ არავინ ყურადღებას არ ნახდებოდა. თქვენ წერილობით რომ მოგაწოდოთ, სადა ხართ ტერიტორიულად, თქვენი ოფისი, სადა? გასაგებია. მადლობა თქვენ ზარისთვის. წუხარ რომ რაღაც მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბრობთ, ამას რა თქმა უნდა შესწავლა ჭირდება და მოგწერეთ წერილი კი ბატონო, გავეცნობით, წავიკითხავთ და თუ ჩვენ ხელგვეწიფება რეაგირება, აუცილებლად მოვახდენთ ამაზე რეაგირებას. ჩვენი მისამართლითია თბილისი, არჩილ ცაგარელის 74 ან მიხეილ ბურძგლას 33. ამ მისამართებზეა ამ ეტაპზე
განთავსებული ჩვენი ოფისი. რაში ხედავთ გამოსავალს ავარიულ სახლებთან დაკავშირებული პრობლემიდან, რაც სიცოცხლის საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს? ეს დღეს ჩვენი შეკითხვაა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტრაგედიას, რომელიც თბილისში მოხდა, 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვილსამძიმრებთ გარდაცვლილ და ოჯახებს და ვიმედოვნებთ, რომ ის დაშავებული ქალბატონი მალე გამოჯამრთელდება. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი, მსგავსი მოვლენა აღარ მოხდეს საქართველოში? ყველანაირად იქნას თავიდან არიდებული მსგავსი შემთხვევები. ზარია ეთერში, გისმენთ? არის მის თქვენი ხმა, ხელახლა სცადეთ 557-88-58. მე შეგახსენებთ ძალიან საინტერესო პუნქტს პატრიოტთა ალიანსის პროგრამიდან, რომელიც წლების განმავლობაში პარლამენტიდან თუ პარლამენტს მიღმა იყო გაჟღერებული. ეს არის ბინად მშენებლობის პროგრამა, რომლის თანახმადაც წელიწადში 10,000 ოჯახს უნდა მიეღო ბინა. რა თქმა უნდა, მათთვის, ვისაც შეძენა არ შეუძლია, უფასოდ იქნებოდა ასეთი ბინები გამოყოფილი, ხოლო მათთვის, განსაკუთრებით ახლად შექმნილი ოჯახებისთვის, უნდა ყოფილიყო და იქნება კიდეც თუ კი ამის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა პატრიოტთა ალიანსს, მრავალწლიანი დაბალი გადასახადით ყოველთვიურით შეძენის შესაძლებლობით. ეს სახელმწიფო ბიუჯეტის მხოლოდ 2%-ს წაიღებდა, ასე რომ ამის დაფარვა და გადახდა სახელმწიფოს ნამდვილად შეუძლია, თუ კი დაზოგავს ხარჯებს, დაზოგავს პრემიებს და დანამატებს, რასაც იღებენ და ვიმეორებ, 527 მილიონი ლარის პრემია აღებული 2024 წლის განმავლობაში, ამ ფულით ვიმეორებ 14,000-15,000 ოჯახს მაინც შეუძენდნენ ბინას და გადასცემდნენ. რაც ჯამში, არ ვიცი, შეიძლება მეტიც ყოფილიყო. საშუალო დათვლით 15-დან 20,000-მდე ადამიანისთვის, ოჯახისთვის შეიძლებოდა ბინის გადაცემა. ავარიული სახლების პრობლემა ძალზედ მძიმეა საქართველოში, განსაკუთრებით დედაქალაქის ძველუბნებში. რაში ხედავთ გამოსავალს? ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს ბინად მშენებლობის სპეციალური პროგრამა, რაზეც პატრიოტთა ალიანსი წლებია საუბრობს? გისმენთ? მადლობა, გამარჯობა ილო. გამარჯობა. განათლებული ვიჭირდადები, ახალგაზრდა კაცი ხარ, მართალია არ ხარ. ის ცხოვრებაში ნაყოფი, მაგრამ ერთი მაინც რა მინდა შეგეკითხო. თქვენი აზრი მირჩევნია, რომ გამოთქვათ, მე აქ ჩემს აზრებს ვერიდები მაქსიმალურად. არა, ხო, უბრალოდ მაგას გამოთქვა, მამუ. ბატონყმობა ჯობია, ბატონყმობა თუ ბიზნესმენობა ჯობია, ეს მინდა რომ კითხო და მეორე პატრონი არ აღავს საერთოდ ქვეყანას პატრონი. პატრონი არ აღავს 10 პარტია რო ჩხუბობს, უფროსობაზე რო ჩხუბობს, ყველა იქ არაფერი არ გეცება. ერთი კაცი რო იქნება უფროსი, ოჯახი ეიღეს ოჯახი, თუ ოჯახი ერთი კაცი არ უფროსობს, ის ოჯახი ოჯახად არ არის. მეც ვიზიარებ ამ დამოკიდებულებას. მეც ვიზიარებ, რომ ერთი მტკიცე ხასიათის გადაწყვეტილებების მიმღები პირი უნდა იყოს, რომელსაც აირჩევს ქართველი ხალხი საკუთარი სურვილით. სანადი არ დამარხეს და არ დააყარეს ისი და მეიშორეს ყველაფერი. ერთი სახლი არა კაც 35 წელიწადი მეთაური იყო. სახლი არა პუტინმა ვაგონი გამოუგზავნა სამართლინოდ. კეთილი, მადლობა, შორს მივდივართ ძალიან. 557-88-55-88 შეგახსენებთ იმ ინფორმაციას, რაც გადაცემის დასაწყისში ვთქვი, რომ დღეს შეფერხებით მიეწოდება ობიექტივს ელექტროენერგია, რამდენჯერმე უკვე მოხდა გათიშვა. ჩვენ ამ წუთებში მაუწყებლობთ სარეზერვო შესაძლებლობებით და ეთერი ჯერჯერობით არ არის გაწყვეტილი, მაგრამ მოსალოდნელია თუ დროულად არ აღდგება ელექტროენერგიის მოწოდება, ეთერის გაჩერება, ასე რომ მოუწოდებთ შესაბამის სამსახურებს დროულად იმოქმედონ, თუ კი რაიმე სახის დაზიანება, ნუ შეუქმნიან ტელევიზიის მაუწყებლობას საფრთხეს. რაში ხედავთ გამოსავალს ავარიულ სახლებთან დაკავშირებული პრობლემიდან, რაც სიცოცხლის საფრთხეს უქმნის მოსახლეობას? ეს დღეს ჩვენი შეკითხვა, ჩვენი მთავარი თემა, ასე რომ ველოდებით თქვენს ზარებს აღნიშნულ ნომერზე. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ დავინახეთ გუშინ, რაღაც სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია. როდესაც მამაკაცი მივიდა
შემთხვევის ადგილზე, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის ფიქრობდა, რომ ხომ არ არის დაშავებული ან დაღუპული ჩემი ოჯახის წევრი, სავარაუდოდ მეუღლე. პოლიციელები მას არ უშვებდნენ, არ მისცეს გავლის შესაძლებლობა და სწორედ ამ შეხლა შემოხლის დროს გაირკვა, რომ მისი ოჯახის წევრი ცოცხალია და ასე ვთქვათ, ძალიან ემოციური შეხვედრა შედგა მათ შორის, ეხუტებიან ერთმანეთს და გამოთქვამენ აი ამ ბედნიერებას, რომ იპოვა თავისი ახლობელი და ის ცოცხალია და უნებელია. გუშინ ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ეს შემთხვევა, საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც მოყვა მსხვერპლი, ორი ადამიანია გარდაცვლილი და ჩვენ ბუნებრივია აქ მხოლოდ ბრალდებებით არ შემოვიფარგლებით, რომ აი ეს კადრებია, რასაც გესაუბრებოდით, ბრალდებებით ან რაღაც შეფასებებით არ გვინდა შემოვიფარგლოთ, ჩვენ უფრო გამოსავალზე საუბარი გვირჩევნია. ყოველთვის გამოსავალი არის ჩვენი საუბრის მთავარი ღერძი და მიზანი, რომ მსგავსი არ მოხდეს არასდროს, რომ ვინც ახლა სიცოცხლისთვის შეუთავსებელ პირობებში ცხოვრობს, მას უშველონ, დაეხმარონ. ზარია ეთერში, გისმენთ? რატომ არ საუბრობთ? რაიმე საბავშვო გასართობი პროგრამა გონიათ, ეს თუ რა ხდება? გისმენთ? ალო? რატომ არ საუბრობთ? გისმენთ? არის. კეთილი, არ ისმის, ნუ ისმის, გავთიშოთ მაშინ ზარი. ტელევიზორის ხმა უნდა იყოს ბოლომდე დაწეული. ეს ოქროს წესია და როგორც კი ამ ოქროს წესს დაარღვევთ, არც თქვენ გესმით, არც ჩვენ გვესმის და ხდება მართლაც ეს დიდი ხარვეზი. რაზეც სხვათა შორის ინტერნეტში კომენტარებს გვიწერენ, ობიექტივის გადაცემები ინტერნეტში იდება და ძალიან ცუდი კომენტარებია ამასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ და ეს ძალიან სამწუხაროა. 5-5-7-88-55-88. გისმენთ? ალო. გისმენთ? კარგით, ეს არის უნდა გავთიშოთ, ტელევიზორის ხმა მესმის, ჩემი ხმა მიბრუნდება და ძალიან მარტივია. ტელევიზორს უბრალოდ ხმა გამოურთეთ ბოლომდე. როგორც კი დარეკავთ და ზარი გამოვა. სხვა შემთხვევაში ვერ შედგება ჩვენი კომუნიკაცია. გამოვიხე ხმა. ტელევიზორის ხმა გამორთეთ ბოლომდე და დაიწყეთ. დაიწყეთ მაშინ. მომისმინე რა მინდა რო გითხრათ. ვიო. ის ხალხი არ გამოდის იქიდან. რაუნდ ეკნეს, პროფიტა გამოვედნენ, არ გამოვიდნენ, ხო? რატო ითხოვებით, ვიო? რატო ითხოვებით, ვიო? ვიტო არა გაქვთ ხმები და ვიტო ვერ მიიგებთ ხმებს, განგე რო ითხოვებით ყველაფერს ნაპისე. ხო, ვიტო ტერები რატო ხართ, ვიო? რა გაგი ქუჩა, დამთავრება ვავნაერი. ვიტო მიიგებთ ხმებს, ვერ ხმები არა გვაქვს. ხო. გეგენერატები ხართ, გეგენე. მადლობა დიდი ზარისთვის. კარგი იქნებოდა თუ მაგალითებს დაგვისახელებდით, რომელი იყო ტყუილი, რაც სამეთერში ითქვა და გაჟღერდა. არც ერთი ადამიანი, ვინც გამოსახლებაზე უარი თქვა, არ დაშავებულა. არც ერთი მაცხოვრებელი ამ კორპუსისა არ დაშავებულა. დაშავდნენ მხოლოდ ქუჩაში მყოფი ადამიანები, ვისაც ზემოდან დაეცათ ეს უზარმაზარი ბეტონი. ვიმეორებ, არ დაზარალებულან მაცხოვრებლები, ვინც გამოსვლაზე უარი თქვეს ამ ბინიდან. დაზარალდნენ ქუჩაში გამვლელები, კაცი, რომელიც მაღაზიაში მიდიოდა ხორცის აყიდლად და გარემოვაჭრე ქალი. გესმით თუ არა ეს ჩემო ბატონო თქვენ? კარგად გაიგეთ. არ უნდა ყოფილიყო ეს ტერიტორია შემოღობილი? თუ კი ავარიულ სახლთან იყო ასეთი საფრთხეები, არ უნდა ყოფილიყო შემოფარგლული? ვის მოვთხოვოთ ახლა პასუხი? თუ ხელისუფლების ქება დავიწყოთ. ამას ელოდებით, რომ ქებას დავიწყებთ იმის შემდეგ, რაც მოხდა. გარე ტერიტორიაზე, ქუჩაში კაცი მიდიოდა და ზემოდან დაეცა უზარმაზარი ქვის ლოდი და იქვე გაიჭყლიტა. საშინელება მოხდა, სისხლით იყო მორწყული მთელი ეს ტერიტორია, მანქანებს იყო მთელი სისხლის ლაქები შესხმული, საშინელება მოხდა და თქვენ კიდევ ფიქრობთ იმაზე, რომ რითი გაამართლოთ შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც გულგრილობა გამოიჩინეს, ტროტუარი როგორ არ შემოფარგლეს. როგორ შეიძლებოდა ასეთი გულგრილობა გამოეჩინათ ავარიულ სახლთან? ვიმეორებ, არც ერთი ის მოქალაქე არ დაშავებულა, ვინც შიგნით შენობაში ცხოვრობს და გამოსვლაზე უარს აცხადებდა. ისინი არ დაშავებულან. ზარია ეთერში, გისმენთ?
მოგესალმებით. ნუ გაბრაზდებით ძალიან ხოთა. შეუნდოთ ხალხს, იმიტომ რომ გამტარებული ხალხია. საქმე რაცია. თავი და თავი არის აი ის რომ ჩვენ ვერ შევქენით საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს ავარიულ შენებარე ასაშენებებს და ყველა სხვადასხვა მოიგონეს რაღაც აზროვნების აბე იყო კოოპერატივი კრების ოქმი და რატრების ოქმი და საერთო სახელმწიფო დაარეგულიროს ხალხი გადაკიდეს ერთმანეთს აგური აგუნდები დაუდებია მოსახლეობა ფუასე ეკითხა ყველას და ზოგი მიდის ამ კოოპერატივი გაფია ამ ხოდა ზოგი მოდის კადი და ეძებს არის რაღაცა აბდაუბდა რაღაცა გაურკვევალი დაიყო ჩამოყალიბდეს როგორც კომუნისტების იყო სტრუქტურა რომელიც სახმართველობი ერქვა და ემსახურებოდა ხალხს აზერტუიზე და საქმის კურსი იყო ავარიული იყო შენობა არ იყო ავარიული მოხდებოდა მისი აღრიცხვანება ეხლა მიშვებულია ყველაფერზე უფასო უშტატო ყავს თავმჯდომარე ის მოგვარებს ამას საქმეს ვიღაცაზე ყავს მიგდებული ის არის საფოსტო ყუთი რომელიც არჩენებს ეხმარება ვიღაცას ამიტომ საჭიროა ჩამოყალიბდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც აღნიშნავს ყველაფერს, ავარიულსაც და კარგსაც და სულსაც. ერთხელ და სამუდამოდ დაიმსხვრეს ეს იმ დღეს გუშინას დაგირეკე და გითხარით. ჩვენ არ ვიცით რა ფორმაციაში ვცხოვრობთ, კაპიტალისტურია, სოციალისტურია, გარდამავალია, გადმოვალია. არ ვიცი რა არის. პირდებად ჩვენი ეროვნულ სასწრაფოზე დამყა არა გერმანიიდან გამოტარგმნილი. ინგლისიდან ამერიკიდან გამოტარგმნილი. იგი ამერიკა რომელსაც თავის სახელმწიფო არ გააჩნია. და რაღაცა შექმნეს ამ ბანდიტებმა და მოიგეს თავისთავად ერთმანეთი არ ეხოცათ. ის ჩვენ არ გამოგვადგება. არ ვიცი რა დაგღალი ალბათ და არა, მადლობა თქვენ ბატონო, პირიქით საინტერესოა თქვენი შეფასება. 5-5-7 98 95 რაში ხედავთ გამოსავალს ავარიულ სახლებთან დაკავშირებული პრობლემიდან, რასაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა შეუძლია და გუშინდელმა მაგალითმა ეს დაგვანახა. ობიექტივის ფონდმა, ტელერადიო კომპანია ობიექტივმა ათობით გადაცემა მოამზადა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ სპეციალური ცხელი ხაზი გვქონდა შემუშავებული. შემოდიოდა უამრავი განაცხადი ამასთან დაკავშირებით, რასაც ვაწვდიდით შესაბამის სამსახურებს, უზარმაზარი სამუშაო გასწია ამასთან დაკავშირებით ობიექტივმა და უკუ რეაქცია სახელმწიფოს მხრიდან იყო 0. მხოლოდ კეთილი ბიზნესმენების და კეთილი მოქალაქეების დახმარებით მოხდა ის, რომ შეგროვდა გარკვეული თანხა და მაშინ ჩვენ ეს 2019-2020 წლებში ხდებოდა, შევძელით რომ რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი ასეთი სახლებიდან გამოგვეყვანა და მათთვის გვეყიდა სახლი. აი ეს შევძელით ჩვენი შესაძლებლობებით, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს და მოიკლოს პრემიები, დანამატები და უფრო მეტი იფიქროს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ზარია ეთერში გისმენთ. მოგესალმებით. არ ვიცი როგორ დავიწყო, რითი დავიწყო ეთახმებით ყველაფერში ბატონოელია. გამოსავალს რაში ხედავთ, ჩემო ბატონო? ბატონო? გამოსავალს თქვენ რაში ხედავთ? მაგალითად ბინაკის მშენებლობაში ხომ არა? ზუსტად მაგაზე გესაუბრებით, გამოსავალი არის აი ვაპატიოთ შეჭოს ასეცვა. არაფერი პატიება ყველაფრის აი სანამდე მოყვავთ ყველაფრის პატიება სულ ყველას შევხედოთ. პატიება კი არა ჯერ როგორ გამოდიან ეს თავრობის წევრები, რა უტიფრა და როგორ იღრინებიან, კაცო, როცა თავდახილები უნდა იყვნენ, აბა ჩემი ბრალი არის. რატო არ შემოყობეს ის? იმას ელოდებოდა, როდის გამოვარდებოდა იქიდან და რა ვისაბრალებენ, რა ხალხს აბრალებენ. არ უნდათ ხალხის დაგმობა, მართლა გვერდით ვინც დაუდგა მაგარ. ვაი იმას პატრონს ვინც მაგარ დაუდგა მართლა გვერდით. და ვინმე შეამოწმას ხეს დაიწყეს, მონიტორინგი დაიწყეს, აბა კიდე სად რა ხდება, სად რამე არ გადმოვარდეს. შეიქმნეს კომისია, აკეთებს ამ საქმეს. მოდი რა სულ ფეხებზე კიდიან. პატიება კი არა. სიცი, კაცო, რა პატიებაა ლაპარაკი? ჯერ იცლება საქართველო, ხო? რა უბედურება არ აქვს ქართველებს ეს? ეხლა გვაკლია სადმე რო დავდგეთ, იგი თავში დაგვეცემა. ვერ მოხსნეს მანამდე. რა ვერ შემოღობეს, როცა უნდა დედაშვილიანა და ბუტიანა ყრიან ქუჩაში, სიზამთარში და სახლებს უნგრევენ. რა ვერ შემოღობეს, რა ვერ გააკეთეს, საფარეთი ვერ გააკეთეს ის. იქ არავინ არ დაღუპულა ადგილობრივი, ხო? დამლელი იყო ჩვენი ძმა, მეგობარი და
სადაყვა ჩვენ დასაყუპი ქართველები ხალხო ხმა ამოვიღოთ აი რუის სურნისის კრების გარეშე გამოსავალი არ არსებობს რუის სურნისის კრება არის დედოს არის შემოსაკველი სასტრაფოდ ვიღუპებით ვიღადავჩით რაღაცავჩით პატრონი არ აყვავს ამ ქვეყანაზე არ ვიცი რა ისე ვარ აღსმოცებული პატიება რა პატიება რის პატიება ყველაფრის პატიება არის მონაწილე ხარ შენ იმ დანაშაულის როგორ შეიძლება აპატიებ და თვითონ მისი ოჯახის წევრი ყოფილიყო იკაცო რო დარეკ აპატიებდი ბიჭო შენ აპატიებდი შენი ოჯახის წევრი მოხდარიყო ვით ფეხებზე კიდია შენ სხვა და მაგნაირებს ვით მაგნაირები ხარ აპატიე შენ დაგემართოს და მე აპატიებ თუ როგორი საპატიებელია კაცო კეთილი მადლობა ზარისთვის ძალიან მძიმე გადაცემა გამოგვდის ჩვენ გავიხსენოთ ბათუმის ტრაგედია მაგალითად სადაც დედაშვილი დაიღუპა საშინელი ტრაგედია რაც ბათუმში მოხდა ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩაიშალა და იქ ბევრი ადამიანი დაიღუპა გავიდა წლები და რა შეიცვალა რამე რეაგირება მოხდა ამას აიხლა ეს ამბავიც ჩაივლის და არაფერი რეაგირება არ მოყვება როგორც ჩაიარა სხვადასხვა სასიცოცხლო მრავალმა პრობლემამ რაზეც ჩვენ ვიჩხუბეთ ვიყვირეთ და სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ არის მაგალითად რძის პროდუქტების სკანდალი რომ იყო ჩაფარცხეს არანაირი რეაგირება არანაირი გამოძიება ვიღაცა ბოსტნეულს ხებავს და ბავშვებს ამას საკვება დაძლევს არაფერი ეს ხუმრობა იყო დაივიწყეთო ახლა ეს უბედურება მოხდა რაო ჩვენი ბრალი კი არ არისო არა ბატონო თქვენ ნამდვილად არ გინდოდათ ეს ტრაგედია რომ მომხდარიყო მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ თქვენ გულგრილობა გამოიჩინეთ ამ და სხვა მრავალი საკითხის მიმართ როდესაც რეაგირება არ მოახდინეთ მკაცრად ქმედითად და გამოკვეთილად. ზარია ეთერში გისმენთ. თქვენ ეთერში ხართ. ტელევიზორის ხმა ბრუნდება, გამოურთეთ ბოლომდე ამ ხმას და დაიწყეთ საუბარი გთხოვთ. კი ბატონო, მაგრამ ეს ჩვენი ლაპარაკი ვის ესმის, რო ლაპარაკობ? ჩვენ გვესმის, ესეც მნიშვნელოვანია, ერთმანეთის გვესმის. თავგანა იქანა. არავინ არაფერზე პასუხი არ აქვს. არავინ არაფერზე რეაგირება არ აქვს, თეი არავითო ლაპარაკია ჭორეგნობის დონეზე. იცით რა, საქმე იმაშია რომ ერთმანეთს მაინც გავაგონოთ ხმა, თორემ არც მე მაქვს დიდი მოლოდინი რომ ახლა ხვალიდან რაღაც პროგრამა შექმნის სახელმწიფო რომ დაიწყებენ ასეთი ოჯახების დახმარებას, ან ასეთი საფრთხეების აცილებას. ამის იმედი არც მე მაქვს. მაგრამ მოდით ჩვენ გავაგონოთ ხმა ერთმანეთს და რაღაც გეგმა და გამოსავალი მოვძებნოთ, ჩემო ბატონო. დიახ. გამოსავალი იქნება კაცი დისციპლინა, ყველა მაგას ყველაფერზე პასუხი. დიახ. მეტი გამოსავალი არ არის, მაგრამ მადლობა. არავინ არ აგებს არაფერზე და არის დამუსუსულია. დიახ. მადლობა ჩემო ბატონო თქვენ რომ დაგვიკავშირდით 557-88-55-88 ბინათ მშენებლობის პროგრამა ეს პუნქტი მახსენდება, როდესაც ამ პრობლემას ვეხებით ჩვენ რაც პატრიოტთა ალიანსის პროგრამაშია რაც გულისხმობს წელიწადში 10,000 ოჯახის დაკმაყოფილებას საცხოვრებელი ბინით და ამისთვის ბიუჯეტის მხოლოდ 2%-ის გამოყოფას და ბიუჯეტს ეს ნამდვილად შეუძლია, ვისაც ავარიულ სახლებში უწევს ცხოვრება, მათთვის უფასოდ გადაცემა საცხოვრებელი სახლების, სოციალურად დაუცველებისთვის უფასოდ, ხოლო ახლად შექმნილი ოჯახებისთვის, ვინც დასაქმებულია და შემოსავალი გააჩნია და გადახდა ხელისუფლება, მათთვის მრავალწლიანი დაბალი ყოველთვიური გადასახადით გადაცემა ბინებს. აი ეს არის ახლა გამოსავალი. აი რომ გამოვიდნენ დღეს ან ხვალ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვან რომ აი ამას ვიწყებთ. თუ ამ ეთერში მე არ დავიწყო მათი ქება და დიდება, მხოლოდ ამის გამოც კი, აი არ ვიცი. მე მესროლეთ რა ვიცი, თქვა თუ კი არ შევასრულო ჩემი სიტყვა. მაგრამ არ არიან ამის გამკეთებლები სავარაუდოდ. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ნამდვილად დიდი ტრაგედია მოხდა. ეხლა თავს ვიმართლებენ რომ მესამე კატეგორიის იყოსა, ჩვენო მივიღოთ ყველა იზომებიო, რაც მესამე კატეგორიის დაკარებულ შენობას ეტადრებაო და ითხოვსო და ეს მესამე კატეგორია კი, მაგრამ ვირმიანიჭა. ან მეორე და მეოთხე რომ მიენიჭებინათ, ვინმე იქ რა წინააღმდეგი რომ რატომ მიეცით ეს კატეგორიაო? ეს კატეგორიას ხო ისევ თვითონ აძლევენ. თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. კარგად გამდებოდეთ. მადლობა თქვენ ზარისთვის.
არაფერზე არასდროს პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, ყველაფერი ყოველთვის სხვისი ბრალია და ამას აყოლილია ზოგიერთი სამთავრობო მედიის პროპაგანდის შედეგად ზოგიერთი მოქალაქე. ყველაფერში ყოველთვის მართლები არიან და სხვა არის დამნაშავე. არ ვიცი, აი ეს რა მიდგომა. როდესაც ადამიანი დამნაშავეა და ხანდახან ბოდის მოიხდის, ან იტყვის რომ ბოდიში ბატონო და მომავალში ვიზრუნებთ რომ აღარ განმეორდეს. მიიღებს ამას საზოგადოება, მაგრამ ყოველთვის მართალი როგორ შეიძლება ყველაფერში თავი გეგონოს. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით. ახლა ნახეთ აი კონსტრუქცია რომელიც გამოიძრა ერთი ცალი არმატურა არის საბჭოთა სისტემაში ალათი რომ შემდებოდა სასწავლებლად რესპუბლიკა თავიდანებით მაღალი იყო მოსკოვის ლებად. ახლა ამ თავრობას რომ დაერქვა შესწავლა ამიტიზერებული კონკურსები და ჩაინაცვლები ამის მაგალითად ახალ-ახალი აშენია კონკურსები იზოში აშენა კორპუსი მიიღო. არ მოგიგენია თუ ნომერი რა მომეწონა. შეხედეთ ფასადებს, ისეთ ვიღაცა. მე ვიხურე გაკეთებული და იარო რაღაცა უდიში. ყველაფერს მივი, კოდი. აუზარდობეცო. ყველა უნდა მიგდეს იმას რომ ყველაფერი უნდა მოაგვაროს და დაიწყოს ტექნი იმ კორპუსებზე მაგარი სამგორში არის 114 კორპუსი ამორტიზირებული. სადაც გას კალი, გრუნტის კალი და სხვა კალი. არიცი რა? მადლობა თქვენ ჩემო ბატონო ზარისთვის, გასაგებია თქვენი სათქმელი, ეს როგორი ემოციური კადრია ხომ? სიყვარულის, ერთგულების მაგალითი იყო ეს, როდესაც მოქალაქე მივიდა შემთხვევის ადგილზე, მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯერ რა ხდება, მისი ოჯახის წევრი, რომელიც იქვე ვაჭრობდა, ცოცხალი იყო თუ დაშავებული, მიწასვლას ცდილობდა შემთხვევის ადგილზე, პოლიცია არ უშვებდა და ბოლოს მოულოდნელად ეს მისი ოჯახის წევრი გამოჩნდა და როგორი ბედნიერი ეხუტებიან ერთმანეთს. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ვარქაუდა თავრობამორააგო პასუხი და კურეში მერია. აბა ახლის რასუაშია აპარატაშავა. მის დაიხვა იმ ოჯახებმა რა დააშავეს. ის რო გამოდის და ენა გადმოუგდია და აპარატო უნდა შეუდო ესეულაფრად, ისეულაფრად. იმ ხალხს მოგაცემ პასუხს მის დაიღუპა. დიახ. ისინი გაითიშა სამწუხაროდ თუ ვერ დაასრულეთ თქვენი სათქმელი, იქნებ ხელახლა ბრძანოთ და ჩვენ აუცილებლად დაგითმობთ დროს პირდაპირ ეთერში. გამოსავალია საინტერესო ამ მდგომარეობიდან. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. დავიჯერო არაფერში დამნაშავეები არ არიან, გაცო? 13 ივნისი მოხდა, სხვა დააბრალეს. შოვის ტრაგედია მოხდა, სხვა დააბრალეს. ვატის პარკში ბავშვი ჩავარდა, დაიღუპა, სხვა დააბრალეს. სხდეთში ბავშვი მოხდა, დედმა დაარტყა, სხვა დააბრალეს. რიხეზე ბავშვი ჩავარდა, უჭაში, სხვა დააბრალეს. ვისი ბრალია, აბა, ვისი? გამოსავალი იცი რა არის? გადავირჩიოთ ესენი და მოვაშოროთ. არაფერი სხვა გამოსავალი არ არის. მაგენი ფიქრობენ თავიანთ ფულებზე. წვიმა რომ მოვიდეს, წვიმა. ალბათ მაპატიეთ ნაცებს დააბრალებენ და თავლი რომ მოვიდეს ნაცებს დააბრალებენ. სირცხვილია, სირცხვილი. ამათი ატანა ჩვენ რო ვიტანთ. სირცხვილია ქართველებო და საქართველოს მოსახლეობა. სირცხვილია. მადლობა ზარისთვის. რაში ხედავთ გამოსავალს ავარიულ სახლებთან დაკავშირებული ამ დიდი პრობლემიდან, რაც სიცოცხლის საფრთხის შემცველია ადამიანებისთვის, ბავშვებთან ერთად. ყოველ ღამე ადამიანები იძინებენ სიცოცხლისთვის შეუფერებელ პირობებში, დაბზარულ სახლებში, რომელიც რომელ წუთს ჩამოინგრევა არავინ იცის. მე კარგად მესმის, რომ სახელმწიფოს ერთ დღეში არ შეუძლია, რომ ყველა ასეთ ოჯახს ახალი სახლი აუშენოს. მაგრამ ერთ წელიწადში 9 მილიარდზე მეტი პრემიის აღება ნამდვილად შეუძლიათ და ეს გააკეთეს 2024 წელს. ამ ფულით კი თავისუფლად გადასცემდნენ 20,000 ოჯახს მაინც მაქსიმუმ
ერთ წელიწადში მხოლოდ ბინებს. და 20,000 ოჯახისთვის რომ ყოველ წელს გადაეცათ, არ ვიცი 300,000-მდე ოჯახისთვის უკვე ამ 13 წელიწადში მიცემული ექნებოდათ ბინა. და ეს თითქმის მოაგვარებდა არსებულ პრობლემას. არც მომავალში მჯერა რომ რაღაცას შეცვლიან და დაიწყებენ. მაგრამ კარგსაც ვიტყვი, აი ძალიან მომწონს მაგალითად ორბელიანის მოედანი, რომელიც გააკეთეს და იქ საშინელება ხდებოდა და იმ ოჯახებს ყველას ახალი და ძვირფასი ბინები გადასცეს. მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. Silo, გუჩი ჩვენ დაინახეთ განსაკუთრებით სახეს, შეწუხებული, ჩამკუტარი, უსიცოცხლოთვალები, რომელი მთავრობას უნდა, რომ ხალხი დაეღუპოს. ხალხი ამასია არ გამოდიოდა იმ ბინიდან, ხო? ძალიან სათოდო, გუჩი შეგვიძლია მაგამ ჩვენ სილო. ქალბატონო, იქ მაცხოვრებლები არ დააღუპულან, გამლელები დაიღუპნენ, შემოხობილი უნდა ყოფილიყო. გეთანხმებით რომ ხელისუფლებას ეს არ უნდოდა და არც ბატონ მერს, რა თქმა უნდა, ამას თავისი სურვილით კი არ მომხდარა ეს. მოხდა იმ შესაბამისი სამსახურების დაუდევრობით, ვინც უნდა აკონტროლოს ეს. კი ბატონო, კი, ჩილო, სწორია, ყველაფერი, მაგრამ ასე ნეგატიური ყველაფერი ამ ხალხმა ჩილო ერთი რატო არ არის ამბობს რომ ეს საქართველოს რომ მიახალებს ეს ოპოზიცია და ეს სალომე ზურაბიშვილი არ საზღვრობაში ახლა ის რაღაცის რომ არის ისიაო თუ რაღაცა უნდა გამოვყანო და ასე ამაზე რატო არ ავინჯიკებდა სახლების გვერდზე დაჩება ფულების გვერდზე დაჩება ყველას ოპოზიციასაც პოზიციასაც უბრალო ჩვენ ხალხსაც ამაზე რატო არ ავინჯიკებდა Maximum რატო არა აკეთებენ აქიდან და მაგ ოპოზიციას ყველანაირ უნდა შეუწყვიტოს საწუნთი ყველაფერი ის კი არ უნდა არის მამა უკდება დედა უკდება თავრობა მოუგო ყველაფერი ხო გაიცინდა და სიტყვაოდა ავრონი ბრალეო სიტლესი პერია კაცო სიტყვი აღარ არის კაცო გაგის ამ ხნის თალი რა იყო ვუაჭეთ გასაგებია თქვენი შეფასება, თქვენი სათქმელი. ჩვენ ვმაუწყებლობთ მთელი საქართველოს მასშტაბით სატელევიზიო სიხშირეებზე, მათ შორის სახლის ანტენით მთელ საქართველოს შეიძლება საკაბელოებთან ერთად უყუროთ ობიექტივს. რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 დამატებით შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გვითხრათ თქვენი სათქმელი დღევანდელ თემასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმეა თემა, გეთანხმებით თითოეულს, ბევრი ემოციური ზარი გაისმა და მე ბოდის გიხდით ყველას, თუ კი ემოცია გამოიწვია ამ თემის წამოწევამ თქვენში, მაგრამ საჭირბოროტო თემებზე ყურადღების გამახვილება სწორედაც რომ ეს ვალია ჩვენი, მათ შორის ჟურნალისტების, ტელევიზიების და მეც არ მინდა ამაზე საუბარი. გული მისკდება თითოეული სიტყვის თქმის დროს, მაგრამ სხვა გზა არ არის გამოსავალზე. ყველა მერთად უნდა ვიფიქროთ, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის ქვეყანა, ეს არ არის მხოლოდ მთავრობის ქვეყანა, ეს თითოეული ჩვენგანის ქვეყანაა და ყველა ჩვენგანს გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალი, რომ მოვძებნოთ გამოსავალი, ან შევთავაზოთ წინადადებები სწორედ გამოსავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს. ზარია ეთერში, გამარჯობა, შეგიძლიათ დაიწყოთ. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. ეს სამწუხარო ფაქტი, ძალზედ სამწუხარო ფაქტი. ყველასთვის უნდა იყოს ყურადღებები. მაინცა და მაინც ეს როდი საქართველოს უნდა დაეცეს. იქით რომ მიყავთ ამ უთავბოლო ხელისუფლებას სიტუაცია ამას ხომ უნდა ხდებოდა თქვენ კაი ხალხო. ხომ უნდა არჩევდეთ ჩალსა და თეთრს. ასე როგორ შეიძლება ყველაფერი გადაიყვანო ფულზე. ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი. მე ხლა ერთი საჭიროა საკითხი მინდა წამოვჭრა. აი მატარებლები რომ დადიან მე ერთი 30 წლის წინათ ერთმა ამ საქმის პროფესიონალმა მითხრა შვილო როიცოდე რა დღეშია მეოთხე კატეგორია აღარ არის ეს ნიადაგები და პირველზე და მეორეზე აღარ საუბარი მე კარგად მახსოვს რკინიგზელი როგორ ფასობდა
დაიწვეთებდა ბაზუს ქარვარზე და ისე მიდიოდა, რომ აი რკინიგზელია და პატივსაცემი ადამიანი იყო. მოგიწრული იყო რკინიგზა. ეხლა შეხედეთ რას გავს ბალახები და რა ვიცი, ცეცხალი ამოსული ბევრგან. ჩემო კარგო ხალხო, ამოსავალი არის ერთ რამეში. ესენი უჩვენებლად უნდა დავიწყეთ და ხმა უნდა მივცეთ იმ ხალხს, ვისი იმედის გვაქვს. უყურეთ ობიექტივს, შეიძლება იმედი მაინც გაგიჩნდეთ, ჩვენი თუ არა, თქვენ კაი ხალხო. მადლობა თქვენ ზარისთვის 557 88 55 88 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. რა თქმა უნდა, ყველა შეწუხებულია ამ ტრაგედიით, როგორც ხელისუფლება, ასევე მთელი საზოგადოება, ოპოზიციაც, მაგრამ ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ გამოსავალი, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. უფრო გამკაცრდეს კონტროლი ასეთი შემთხვევების მიმართ. ტროტუარი, სადაც ასეთი სახლია აშენებული, ის ტროტუარი უნდა ყოფილიყო გადაკეტილი, შემოფარგლული, ამაზეა საუბარი. გამვლელი კაცი გარდაიცვალა და გარემოვაჭრი აგრეთვე, ვინც ხორცის საყიდლად მიდიოდა ეს ბატონი. აი ეს არ უნდა დაუშვათ მომავალში. რაღაც გამოცდილება უნდა მივიღოთ. ახლა მე არავის ჭკუას არ ვასწავლო, ჩემი გულით გეუბნები ყველას, რომ გაითვალისწინონ ეს ბათუმის ტრაგედიამ, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, რაღაცა ხომ უნდა გვასწავლოს. საშინელება რომ მოხდა ბავშვებთან ერთად, ოჯახი რომ განადგურდა და კიდევ მეტი იყო მსხვერპლი ჯამურად. აი ამის შემდეგ რა ღონისძიებები გატარდა, გვითხრას ვინმე? ზარია ეთერში, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. დაიწყეთ ქალბატონო. იცით რა დასკვნამდელი ვედი, რომ საქართველოში ქართველობის ბატონო? გისმენთ, ეთერში ხართ, განაგრძეთ. საქართველოში ქართველების გარდა ყველა ცხოვრობს კარგად. რატომ უნდა იყოს, რომ ჩვენი ქართველები ცხოვრობდნენ აი ესეთ ავარიულ დინებში, არაბები, ირანი, ინდოელები უნდა ცხოვრობდნენ ახალ დასრიალებულ კორპუსებში და ჩვენებს თავზე ენგრევდეთ. აი აღშფოთებული ვარ რა მეტირება. გეთანხმებით. ამას აი არ გაუტარებ არც ერთ ხელისუფლებას მე პირადად. რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ გავიხედავთ გადაჭედეს ამ შავოცნებით მთელი საქართველო და ჩვენი გაჭირვებული ხალხი რა დღეშია. აი მართლა ვერ ვიკავებ კირილშვილს ფიცაბალ. რატომ უნდა მომკვდარიყო ეხლა გუშინეთ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 3 დღის წინ უყიდია ბინა და უნდა შესახლებულიყო იმ ახალ ბინაში. და უნდა იჯეჯილონ აქ ვიღაცა შალმა ტარაკნებმა, ჩემზედინი ტარაკნები არიან. იმიტომ რომ ოცნებამ 6 მილიარდი ჩაიდო ჯიბეში. ჯერ ესეთი და მეორეც ეს ჩანაცვლების პროგრამა ეს არის აბსურდი. რაღაცა 1-2 რაღაცა გააკეთეს და ხალხ მე თვითონ მაქვს პრეხანოზე ბინა იტალიურ ეზოში და იცით როგორი სიტუაცია. ესე იგი არაფერი ფარ მე ხა ეზო მაქვს სახურავის შემასყიდი, იმაში ხო ფული გადავიხადე რა. რატო გადამახდებინეს ფული მაშინ იმაში? სარდაფ ეგენი ფარტში არ ითვლება. თურმე მარტო ოთახის ფარტი უნდა მოგცენ და ისიც კომისია რომ მოვიდა, გვერდზე ჩემი სახლის გაყოლებაზე 3 სართულიანი სახლია იტალიური და აჩვენეს ესე კომისია შევიდა გარემონტებულ ბინებში და დრო გვეწურება ქალბატონო. ბატონო? დრო ამოგვეწურა გადაცემის, იქნებ დაასრულოთ მოკლედ. ხო, ნუ მოკლედ კომისიაც მესამე კატეგორიას ანიჭებს იმას, რაც საჭირო არის კარგით, მადლობა. მადლობა ქალბატონო, ვიზიარებ თქვენ სათქმელს. საქართველოში სამშენებლო ბიზნესი საკმაოდ ფართოვდება. არნახულ მასშტაბებს იღებს ამ სასახლეების იქნება თუ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა დედაქალაქში. ამ დროს კი უმეტესად ჩვეულებრივი მოქალაქეები თავიანთი შემოსავლით ვერცერთ შემთხვევაში ვერ ახერხებენ უმეტესწილად, რა თქმა უნდა, რომ შეიძინონ ეს ამ ახალ კორპუსებში ბინები უფრო ხშირად ამას ახერხებენ უცხოელები. გეთანხმებით ამაში. ილია ჩაჩიბაია ვუძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს, ბოდის გიხდით ემოციებისთვის, თემა იყო ძალიან ემოციური და ამიტომ გემშვიდობებით, ნახვამდის.